ხელოვანები ევროპისთვის კულტურის ხმა, ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ წუთებში მიმდინარეობს. საუბრობენ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს. შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ ღირებულებებსა და სიკეთეებზე, რომლებიც ევროპას მოაქვს. ხელოვანების სტატუსის მოპოვების მოლოდინში დისკუსია ევროპულ გამოცდილებაზე რამდენიმე საათს გაგრძელდება. ლიზა ციციშვილი ესწრება ამ შეკრებას და მთავარ გზავნილებს გაგვაცნობს. ჩვენ ვესწრებით შეხვედრას, ეს არის გაფართოებული შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ამ შეხვედრის მთავარი გმირები არიან ხელოვანები და სხვადასხვა პროფესიის ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე და ასე ვთქვათ, უსამართლო გზას გადიან სახელოვნებო სფეროში, როგორც თეატრში, კინოში, აქ არიან მხატვრები, მუსიკოსები და სხვათა შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან იშვიათად არიან ხოლმე საჯაროდ საზოგადოებაში, მაგალითად ამ წუთებში გამოდის ანიტა რაჭველიშვილი, მეცო-სოპრანო და ლაპარაკობს იმ მთავარ ღირებულებებზე, რა ღირებულებები და რა სიკეთეები შეიძლება დავინახოთ ევროპის გზაზე და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ერთიანია ხოლმე საზოგადოება და ერთიანია ახლაც ეს შეხვედრა და დისკუსია, რატომ ევროპა არის ორგანიზებული საქართველოს ორბიტის მიერ. ეს არის ნინო ლომჯარი არის პრინციპში ყოფილი სახალხო დამცველი მთავარი მასპინძელი იმ ხელოვანებისა, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და საუბრობენ ევროპის სიკეთეებზე და ყველა იმ ძალიან მძიმე რეპრესიულ თავგადასავალზე, რომელიც გადახდათ თეატრში, მუზეუმში, კინოში თუ სხვადასხვა სახელოვნებო სფეროში. ეს შეხვედრა აჩვენებს, რამდენად დიდი უსრგულია სინამდვილეში ძალაუფლების მქონე ხელისუფალთა და ხელოვანთა შორის, რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება, ან რა სიკეთეები შეიძლება მოჰქონდეს ევროპას. ჩვენ მქონდა ერთი მთავარი შეკითხვა ჩვენს რესპონდენტებთან, რატომ ევროპა და მივიღეთ ძალიან საინტერესო პასუხები, რომელსაც ახლა მოგასმენინებთ. დღევანდელი შეხვედრის მიზანიც არის ის, რომ თავად კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იმსჯელონ, რა შესაძლებლობები იხსნება ევროკავშირთან დაახლოებით ამ პროცესში, რა საჭიროებები აქვს ამ სფეროს და როგორ უნდათ მათ, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენონ. ადამიანი რომ ჩადის და როგორც მე ჩავედი წლების წინ ევროპაში, ხვდება რომ მათთვის კულტურა არის თავისუფლების გამოხატულება, აბსოლუტური თავისუფლების გამოხატულება და ჩვენ ნამდვილად გვიჭირს ამ მომენტში ეს ყველაზე ძალიან და მე ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია შეიცვლება ისე სახელმწიფო დონეზე, რომ ხელოვნებს ექნებათ საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ თავის თავი. ბოლო დროინდელმა მოვლენებმა მომცა იმის რწმენა ნამდვილად და იმის იმედი, რომ ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ კარგი და ძლიერი სახელმწიფო შევქმნათ. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ხელისუფლებები იცვლება, ჩვენც მოვკვდებით და არაფერი არ არის მყარი და ნამდვილი და გარანტირებული და გრძელვადიანი, გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველო, რომელიც ყოველთვის იღწვოდა, რომ ყოფილიყო ევროპის ნაწილი. პასუხი არის ერთი, იმიტომ რომ უკეთესი ჯერ არ მინახავს და თუ ნახავ უკეთეს, იქ წავალ, სხვაგან ვერ წავალ. ამაზე უკეთესი არ ვიცი და რაც გამოვლილი მაქვს და ნანახი მაქვს, ის საშინელებაა. იქ არ მინდა. იქ მინდა, სადაც ვიცი, დამყოფი ვარ და მიყვარს. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ევროპა, რომ იმიტომ. უკეთესი არ მინახავს, აი ესე მთავრდებოდა რეჟისორ დავით ოიაშვილის ინტერვიუ და სწორედ აი ეს ადამიანები, ვისთვისაც ევროპა არის მთავარი ღირებულება და ის სიკეთე, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, აი ეს აერთიანებთ დღეს აქ შეკრებილ ადამიანებს და საზოგადოებას და ამბობენ, რომ ისინი არ დაიშურებენ ძალებს, იბრძოლებენ შემოქმედებითი თავისუფლებისთვის და იბრძოლებენ ევროპული სტატუსისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან, როგორ შევასრულებთ იმ დათქმებს, რომელიც მოცემულია, იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მათ შორის ხელისუფლებაც ვაიძულოთ, რომ მოგვისმინოს და ასე ვთქვათ, მოგვეხმაროს იმაში, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რომლის მოლოდინშიც ვართ და აი ეს არის ის მთავარი მსჯელობის საგანი, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება და დაახლოებით ამ დისკუსიას კიდევ 1-2 საათი გააგრძელებენ ხელოვანები და ილაპარაკებენ ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც მოდის ევროპიდან და ამბობენ იმასაც, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი ამ ქვეყნისა და დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ამისთვის არ დაიშურებენ ძალებს.